ტექნოლოგიური სიახლეებით ვაგრძელებთ საქმიანი დილას 4 შაბათის გადაცემას. ბოლო თვეებში Google-მა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არაერთი სიახლე წარმოადგინა და მათ შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Google-ის საძიებო სისტემის ფუნქციონალი და Google-ის ეკოსისტემის სხვა პროგრამები, მათ შორის საოფისე პაკეტი, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს. Google-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენება საქართველოშიც შესაძლებელია და მათ შორის Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორის კომპანია Geosoft-ის დახმარებით. Geosoft-ი BMG-ის ტექნოლოგიური გადაცემის Tech Inform-ის დიდი მხარდამჭერია და ცხადია, რომ სიახლეები არც გიორგი არონიას და გიორგი თოლორდავას გამორჩენიათ, რომელთაც Tech Inform-ში Geosoft-ის მომხმარებელთა წარმატების მენეჯერს თორნიკე ჩარკვიანს და კორპორაციულ მენეჯერს შოთა ქებულაძეს უმასპინძლეს. ახლა კი ამ ინტერვიუს საქმიანი დილას მაყურებლებს გთავაზობთ. ბოლო თვეებში Google-მა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არაერთი სიახლე წარმოადგინა, მათ შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Google-ის საძიებო სისტემის ფუნქციონალი და Google-ის ეკოსისტემის სხვა პროგრამები, მათ შორის საოფისე პაკეტი, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს. Google-ის AI სიახლეების გამოყენება საქართველოშიც შეიძლება და ამ თემაზე დღეს Tech Inform-ის და Google-ის პარტნიორი კომპანიის Geosoft-ის მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი თორნიკე ჩარკვიანი და კორპორაციული მენეჯერი შოთა ქებულაძე მოგვიყვებიან. გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. სიახლეები ძალიან ბევრია, ზოგადად AI-ის მიმართულებით ყოველთვის და Google-მაც ცოტა ხნის წინ ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო სიახლე წარმოადგინა. სანამ უშუალოდ გადავალთ და თან ვაჩვენებთ რაღაც სიახლეებს, მოგვყევით რა საქმიანობს ბოლო პერიოდში Geosoft-ი, ჩვენ მაყურებელმა კარგად იცის, სპონსორები ხართ ჩვენი გადაცემის პარტნიორები და ამიტომაც მიმოვიხილოთ ბოლო რა გაქვთ სიახლეები უშუალოდ კომპანიაში. მოგესალმები გიორგი, მოგესალმები თქვენს ცნობის მოყვარე და ბიზნეს საქმიან მაყურებელს. Geosoft-ი არის კომპანია, რომელიც ეხმარება ქართულ ბიზნესებს, რომ დანერგონ Google-ის პროდუქტები, მოწინავე პროდუქტები მათ ეკოსისტემაში. ჩვენ ვაკეთებთ სრულ მიგრაციას, მათი არსებული ინფორმაციის გადატანას Google-ის ეკოსისტემაში. და რა ხელსაწყოები არსებობს Geosoft-ის პორტფელში ამჟამად, ისეთი ხელსაწყოები, რომელთაც შეუძლია თანამშრომლობის და მათ შორის ბიზნესების პროდუქტიულობის გაზრდა. ძირითადად ფოკუსი გვაქვს ალბათ Google Workspace-ზე და რას მოიცავს საერთო ჯამში ეს პორტფელი? ძირითადად ფოკუსი გვაქვს Google Workspace-ზე და ეს არის საკომუნიკაციო ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც პირველ რიგში მოიცავს Gmail-ს, კორპორატიულ მეილს, თქვენს დომენურ დასახელებაზე და აქვე განვითარებულია კიდე რიგი პროდუქტები, რომლებიც არის მაგალითად Docs-ი, Sheets-ი, Slides-ი, კალენდარი, ასევე Google Drive-ი ფაილების შესანახად, გასაზიარებლად და ასე შემდეგ. და უკვე ბოლო პერიოდია საკმაოდ აქტუალური გახდა ხელოვნური ინტელექტის ამბავიც და Gemini-ც გახდა Google Workspace-ის ნაწილი ბიზნესებისთვის. კარგია, რომ ახსენე ეს ხელსაწყო, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვნად განვითარდა, ისედაც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა, როცა ამ ტიპის მოდელები გამოჩნდა, მაგრამ ძალიან დიდი სიახლეები არის ამ მიმართულებით. მოდი მიმოვიხილოთ, რა სიახლეებია და მათ შორის რა არის წარმოდგენილი აქედან საქართველოში. გიორგი, მე შემიძლია ის გითხრათ, რომ ბოლო კვლევების თანახმად Gemini გახდა ერთადერთი ხელოვნური ინსტრუმენტი, რომელიც არის ყველაზე ძლავრი. ეს მოწმობს იმას, რომ უკვე Gemini შეუძლია ქართულადაც იდეალურად როგორც საუბარი, მათ შორის ვერბალურად, ასევე დააგენერიროს ტექსტები და მათ შორის ვიდეოც კი, რაც ინოვაცია და სიახლეა ამ მიმართულებით. ხო, პრინციპში ზოგადად ინგლისურად და სხვა ენებს ჩვენ დიდი ხანია ვიყენებთ ამ ტიპის ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ქართულად ეს ძალიან დიდი სიახლეა და ახლა მაქვს გახსენი სწორედ Gemini-ის აპლიკაცია, სადაც როგორც ჩვენ ამბობთ თორნიკე, შესაძლებელია ქართულად ლაპარაკი. მოდი ეს გავტესტოთ, აქ ხმოვანი რეჟიმი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ხმოვანი რეჟიმი, რადგან ტექსტით კი ვიცით, რომ შეიძლება ეს ისედაც. მომიყევი რა იცი ქალაქ თბილისის შესახებ. თბილისი მართლაც უნიკალური ქალაქია. ისტორიული უბნები, როგორიცაა ძველი თბილისი, საოცარი არქიტექტურითა და ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა. აქ თავისუფლების მოედანსაც შეხვდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, სადაც ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიება. თბილისი კულტურული ცენტრიცაა. აქ ბევრი მუზეუმი და თეატრია. მაგალითად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და რუსთაველის თეატრი. კიდევ ბევრი საინტერესო. რამ შემიძლია გითხრათ თბილისის შესახებ, თუ გინდა კონკრეტულად რამეზე გავამახვილოთ ყურადღება? ხო, ლექსია რომ არ გამოვიდეს ახლა არ გავამახვილოთ ყურადღება, მაგრამ ფაქტია რომ შეუძლია ძალიან გამართულად ლაპარაკი. ქართულად მაინც ოდნავ ამერიკული აქცენტი დაკრავს, მაგრამ ეს დროსთან ერთად ცხადია გამოსწორდება, მაინც ასეთი რამ ქართულ ენაზე ძალიან იშვიათი საპოვნელია. როგორც ვიცი, სხვა ფუნქციონალიც აქვს, როცა კამერის გამოყენებით შეუძლია ამოიცნოს თუ რაზე არის საუბარი.
მაგალითად, აიგეთ შვენიერი ობიექტები შეგვიძლია ამოვაწყოთ რა არის ის. გავტესტოთ. ჩავრთოთ. ავიჩიოთ კამერა. მითხარი რა ტელეფონია ეს? ეკრანზე Google Pixel 8a ჩანს. გჭირდებათ რაიმე ინფორმაცია ამ ტელეფონის შესახებ. არა, მადლობა. მოგლეთ, როგორც ხედავთ, შეუძლია ასევე ობიექტს შეხედოს და ობიექტების ამოცნობა ალბათ შეუძლია ასევე თუ კი რაღაც ისტორიული შენობა არის, რომ მოყვეს კონკრეტული დეტალები ამ შენობის ან რაღაც ისტორიული კონტექსტის. მოგლეთ, შესანიშნავი ძალიან საინტერესო რამ არის. ასევე როგორც ვიცი, არის სიახლეები პოდკასტების მიმართულებით, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ეს მიმართულება საქართველოში, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო პოდკასტის სხვადასხვა თემაზე. რას აკეთებს Google? რა საშუალებებს აძლევს პოდკასტერებს ამ მიმართულებით? Google ამ მიმართულებით იყენებს შემდეგ ინსტრუმენტს, რომელსაც ქვია Notebook LM. ეს არის ასევე Google-ის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია აიღოს ჩვენს მიერ მიწოდებული ნებისმიერი წყარო, გაანალიზოს და დააგენეროს პოდკასტი. და ზუსტად აქ დაიბადა ჩვენი იდეა, რომ შეგვექმნა ახალი და პირველი ქართული AI გენერირებული პოდკასტი, რომელსაც ქვია 2 ბიტი, 2 bits. და აქ იქნება საუბრები ტექნოლოგიების შესახებ, ბიზნესის შესახებ ზოგადად, ფინანსების და ასე შემდეგ და მოკლედ ველით მაყურებელს სულ მოუთმენლად როდის მოგვისმენა. ხო, 2 ბიტი არის. სულად AI გენერირებულ პოდკასტზე გვაქვს საუბარი, სადაც კითხვებსაც AI სვამს და პასუხსაც თვითონ სცემს. ქართულ ენაზე თანაც. ეს იქნება სულად AI გენერირებული, როგორც კითხვები, ასევე პასუხები. და პრინციპში ხელმისაწვდომია Spotify-ზე და შეგვიძლია ახლა ძალიან მოკლე მონაკვეთი მოვასმენო ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, აი რენდომად ავირჩევ დოკუმენტებზე რეალურ დროში მუშაობა, ასე ქვია ამ პოდკასტს ჩავთვალოთ და მოვსმინოთ. მოგესალმებით. დღეს Google Editor-ზე ვსაუბრობთ, ანუ Docs, Sheets და Slides. თქვენგან მივიღეთ მასალები და ესე იგი ჩვენი მიზანია გავარკვიოთ რატომ არის ესენი ესეთი პოპულარული, ხო და როგორც სulis ზოგადად დოკუმენტებთან მუშაობას. მოდი ჩავუყროთ. მოგლეთ როგორც ხო, ერთი რომ ძალიან ბუნებრივია, იმ წინახმისგან განსხვავებით გამართულად საუბრობს ქართულზე და რაც მნიშვნელოვანია, პაუზებსაც აკეთებს შინაარსობრივად, ხო და ესეთ შორისდებულებსაც სვამს, რაც ძალიან ბუნებრივს აქცევს მთელ ამ პროცესში. შესანიშნავია, ალბათ პოდკასტერებს შეუძლიათ რომ კარგად გამოიყენონ ეს, ან კარგად ვერ გამოიყენებენ, ხო. ალბათ დიდი პრობლემები შეექმნებათ, რადგან ცხადია ცოდნა გაცილებით მეტი აქვს ხელოვნურ ინტელექტს ნებისმიერ თემაზე, ვიდრე ნებისმიერ ექსპერტს, ხო, ნამდვილად ასეა. Geosoft-თან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხი არის, ეს უკავშირდება Google Cloud-ს. ეს სერვისიც არის საქართველოში, როგორც ვიცით, ხელმისაწვდომი, უფრო კონკრეტულად რა სიახლეები არის ამ მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იღებს მომხმარებელი Google Cloud-ით სარგებლობისას. Google Cloud-ი ეს გახლავთ Google-ის კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე ქართულ ბიზნესს აძლევს საშუალებას მათი ნებისმიერი ტიპის მონაცემები, ეს იქნება აპლიკაციები, უკვე განალაგოს ინტერნეტში და ცუდმა გქონდეთ ნებისმიერი მოწყობილობიდან და device-დან. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურაზე, მის მოვლაზე, განლაგებაზე უკვე უშუალოდ ზრუნავს Google და არ ჭირდებათ კომპანიებს გქონდეთ ლოკალური სერვერები. მათი მოვლა და ასე შემდეგ. და ძალიან დიდი ხარჯია თანაც სერვერის შეძენა, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური რესურსსაც მოითხოვს ხო. აქვე ჩაგეკითხებით. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, AI-ის ფუნქციონალი მათ შორის, ეს ალბათ რაღაც პაკეტებში არის, ხო, ხელმისაწვდომი და ადამიანს შეუძლია რომ ეს ყველაფერი Geosoft-თან პარტნიორობით, ადამიანს და კომპანიას მათ შორის Geosoft-თან პარტნიორობით გააქტიუროს, ხომ ასეა? დიახ, ამ მიმართულებით Google-ს აქვს ახალი სიახლე. მანამდე Gemini, Google-ის ხელოვნური ინტელექტი იყო მხოლოდ ხელმისაწვდომი subscription-ის დამოკიდებულებით და ცალკე მოდელი იყო, თუმცა Google-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ Google Workspace-ის მომხმარებლებისთვის, ანუ ბიზნესებისთვის უკვე გამხდარიყო სერვისში შემავალი ნაწილი. და Gemini for Business უკვე ხელმისაწვდომია ყველა Google Workspace-ის მომხმარებლისთვის. და ნუ თანამედროვე ბიზნესი უკვე AI-ის გარშე ცოტა რთული წარმოსადგენია, ეს ძალიან ლოგიკური ნაბიჯი არის Google-ის მხრიდან. აქვე 2025 წლის პირველი ნახევარით შეგვიძლია მგონი შევაჯამოთ, როგორ დაიწყო წელი Geosoft-ისათვის და როგორი არის პერსპექტივები და მოლოდინები მიმდინარე წელთან დაკავშირებით. 2025 წელი Geosoft-ისთვის იდეალურად დაიწყო, შემიძლია ეს გითხრათ, იმიტომ რომ გასულ წელს Google-მა მოგვანიჭა მაღალი სტატუსი, უკვე ჩვენს რეგიონში ვართ ერთადერთი Google Cloud Premier წარმომადგენლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლედ შეგვიძლია Google-ის მთელი ინფრასტრუქტურა ქართული ბიზნესებისთვის დავნერგოთ, ასევე დავიმატეთ cloud ინჟინრები, ქართველი სერტიფიცირებული ინჟინრები Google-ის მიერ, რომლებიც ზრუნავენ მოკლედ რომ ქართული ბიზნესი
განვითარდეს ინოვაციების მიმართულებით. ჩვენიერი, ძალიან კარგი სიახლეებია და მომავალზე გიყავთ, რას უნდა მოვოდოთ თქვენი კომპანიისგან მომავალში. რა სიახლეებს დაანონსებთ? პირველ რიგში იმას რომ განახორციელებთ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს, როგორც თორნიკემ აღნიშნა, Google Cloud-ის მიმართულებით და ეს უკვე იქნება რეალურად, ეგრეთ წოდება game changer-ი ქართული კომპანიებისთვის. ამერიკაში და ევროპაში უკვე საკმაოდ პოპულარულია ეს მიმართულება, როგორც პირადი რაღაც ხელოვნური ინტელექტების შექმნის, რაღაც AI აგენტების მიმართულებით და გვინდა რომ უკვე ეს საკითხები გადმოვიტანოთ ინდუსტრიაზე მორგებული კომპანიების მორგებული AI აგენტები. ქართულენას თუ შეუძლია მუშაობა. ხო, ეს ფენომენალური. და ბევრი საინტერესო პროექტი გველის ამ მიმართულებით საქართველოში. წარმოიდგინეთ chatbot-ი, რომელიც სრულად AI-ია, სრულად მორგებულია ბიზნეს საჭიროებებს და მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი კითხვა უკან არსებული ინფორმაციით დაუსვან და გასცეს პასუხი. თანაც არა ზოგადი პასუხები, არამედ კომპანიაზე მორგებული პასუხები, რადგანაც მის მონაცემებს ეყნობა რეალურად. რა თქმა უნდა, კი. კი, მართლაც game changer იქნება ალბათ ეს ძალიან ბევრი ქართული კომპანიისთვის და ხარჯებსაც ცხადია დაზოგავს და მისცემს მოკლედ ბიზნეს განვითარების საშუალებას. თორნიკე შოთა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, წარმატებები Geosoft-ს და მადლობა ძალიან საინტერესო სიახლეების გაზიარებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, წარმატებები. დღევანდელ Tech Inform-ში ჩვენი გადაცემის და Google-ის პარტნიორი კომპანიის Geosoft-ის მომხმარებელთა წარმატების მენეჯერს თორნიკე ჩარკვიანს და კორპორაციულ მენეჯერს შოთა ქებულაძეს უმასპინძლეთ, რომელთანაც Google-ის AI სიახლეები მიმოვიხილეთ.